მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ. დავიწყოთ ჩვენი გაშლა. და დღეს მექნება ესეთი თემა, ჩემი საყვარელი. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში და კარიერაში ძალიან მალე. მოდი გავიგოთ. თქვით თქვენი სახელი და გვარი, გაიმეორეთ და ნახოთ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში მალე და კარიერაში. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირადში, იქნება ეს. და რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ძალიან მალე, იქნება აი ეს. და მოდი დავიწყოთ პირადით. ნახოთ აბა, ვაუ, ზე. რა ძალიან მაგარი დასაწყისი გვაქვს, რაღაცა ძალიან მაგარი წება თქვენს პირად ცხოვრებაში მეგობრებო ძალიან მალე და მოდი ჩავშალოთ აბა. რას ნიშნავს ეს მზე? ვინ მოდის? რა მოდის? ან თუ არის ვინმე როგორ დაიწყება ხომ თქვენი როგორ გაგრძელდება, რა სიახლეებით გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა. მოდი ვნახოთ. პროგნოზი პირველ რიგში ძალიან კარგია. არა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან მალე. ხო, ეს მეგობრებო პირდაპირ მნიშვნელობით ეხება იმ ურთიერთობას, რომელი ურთიერთობაც არის დაპაუზებული, გაჩერებული, ამ წუთას არ გაქვთ კონტაქტი და ზუსტად აი ეს სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენთან, მეგობრებო, კომუნიკაცია. კომუნიკაცია თქვენს ურთიერთობაზე, რატომ ხართ ესე გაჩერებულები, როგორ გინდათ რომ გააგრძელოთ ურთიერთობა, ხო? და სხვათა შორის ვიღაცები აი ამ ყველაფერზე ძალიან დიდხანს ფიქრობდით, ოცნებობით კი იყო რაღაცა ისეთი გაურკვევლობა ეჭვები ამ ურთიერთობაში, რადგან ასეთი გაჩერებული იყო ეს ურთიერთობა, მაგრამ თქვენ მაინც გქონდეთ იმის იმედი, რომ რაღაცა ახალი დაიწყებოდა და ზუსტად ეხლა მოვიდა მეგობრებო, აი ეს მომენტი თქვენი კომუნიკაციის, თქვენი ურთიერთობა, თქვენს ურთიერთობაზე საუბრის, ერთმანეთზე თუ არ იცოდით ერთმანეთის გრძნობები, არ გქონდათ გამხელილი, აი ამ ყველაფრის გამხელის. ადამიანს თუ არ უთქვამს თქვენთვის არასდროს არ გამოგტყდომიათ გრძნობებში, აი ეხლა ისაუბრებს ამ ყველაფერზე და თქვენს იგივენაირად და ეს საუბარი გამოიწვევს ძალიან დიდ ბედნიერების შეგრძნებას, აი ოჯახური ბედნიერების განცდა გექნებათ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეს ადამიანი აღგიქვავთ და თქვენს ამ ურთიერთობაში თქვენ საკმაოდ ისეთი კავშირი გაქვთ მეგობრებო, აი ოჯახური. ხო არიან ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მოდიან ვიღაცასთან მხოლოდ ნება გვაქვს, ვიღაცასთან სიყვარული, ვიღაცასთან ორივე, ხო? და აი ეს ურთიერთობა არის მაგალითად როგორი, იცით, რომ აი ოჯახურ სითბოს გრძნობთ ერთმანეთთან და ეს ძალიან მჭიდრო კავშირია ერთმანეთში. მარტო ამას არ ვიცახი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ძალიან მძაფრად იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში აი ამ საუბრის შემდეგ ნამდვილად იქნება აი ესეთი გექნებათ ეს შეგრძნება, რომ რაღაცა ოჯახის წევრივით ახლოს მიიღებთ ამ პიროვნებას და ისიც იგივენაირად. რა თქმა უნდა, გრძნობები არის ამ ურთიერთობაში და როგორი გრძნობები იცით, ანუ ისეთი კი არა, რომ აი შეყვარებულების არკანი აღვიქვავს ზოგადად ასე. და აი ეს
არკანიც დაახლოებით იგივეს გადმოსცემს. შეყვარებლობის არკანი არ არის მხოლოდ სიყვარულის გამომხატველი. ეს არის ძალიან დიდი ენერგეტიკული კავშირი ერთმანეთთან, რაღაცნაირი უდიდესი სიახლოვე და ბმა, ქიმია ერთმანეთში, როდესაც ურთიერთობაზე და სიყვარულზე ვსაუბრობთ. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა მიყვარხარ, გიყვარვარ და მორჩა. ეს მომენტი არ არის. ეს არის ეხლა შეიძლება გაჩერებული გაქვთ ურთიერთობა და არ გაქვთ ხო ერთმანეთთან ურთიერთობა. ეხლაც კი გრძნობთ ერთმანეთს, რაღაცნაირი დიდი კავშირი გაქვთ ძალიან ენერგეტიკული. კი ბატონო. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირადში ძალიან მალე. მეგობრებო, პირად ცხოვრებაში თუ გქონდათ ის მომენტი, რომ ვიღაცა თქვენგან გაიპარა ჩვეულებრივად, ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამ ყველაფერმა რა დაგმართათ, იცით? როგორ თქვა, უზომოდ გაგაბრაზდათ და საკუთარ თავზეც გაბრაზდით, მასზეც გაბრაზდით, უზომოდ დიდ ეჭვებში ჩავარდით, მაგრამ ამ ყველაფერმა, იცით როგორ შედეგი გამოიღო თქვენზე? თითქოს როგორ გითხრათ, ახლიდან დაიბადეთ, რაღაც შედეგი ნახეთ, ოღონდ კარგი ამ ყველაფრის შემდეგ. ზოგადად ხო, ბევრს ემართება ხოლმე ისე, რომ მუდმივად მისტირიან, ხო, რაღაც ვიღაცას, ვინც ესე ჩუმად გაიპარა, მათგან მიატოვა, დატოვა და ასე შემდეგ, ხო, თქვენ მიიღეთ ძალიან კარგი შედეგი. საკუთარ თავზე მორგებული, ასე ვთქვათ, ან თუ ჯერ არ გაქვთ, ეხლა ეს შედეგი მიღებული, ძალიან მალე გექნებათ. ამ სიტუაციიდან გამომდინარე შედეგს მიიღებთ იმას, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით, თქვენ იქნებით გაძლიერებული. დაჟე ვერ მომიცილე. ასევე გექნებათ არჩევანი. შეიძლება რამოდენიმე ვარიანტი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, სხვათა შორის თქვენს პირად ცხოვრებაში და არჩევანი გქონდეთ გასაკეთებელი და თქვენ იმდენად ძლიერი იქნებით, უკვე რომ თქვენ თავზე მორგებულად აარჩევთ ამ პიროვნებებს. ახლა შეიძლება ცუდად ვიძახი რაღაცას, არჩევა, პიროვნების არჩევა და მილიონი ვარიანტი რაღაც ისე ცუდად არ მიიღოთ. თქვენ უბრალოდ გექნებათ ის სიტუაცია, რომ თავისუფალი იქნებით არჩევანში, სამყარო მოგცევთ იმის საშუალებას, რომ მარტო ის კი არ გექნებათ, ის მომენტი კი შეიძლება ადრე გქონდათ ეს მომენტი, რომ ეს ადამიანი იყო, ის ძველი პიროვნება იყო ვიღაცა მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში და გეგონათ, რომ სხვას არავის მოეწონებოდით და ზუსტად მაგას ვამბობ, რომ სამყარო დაგანახებთ ახლა იმას, რომ თქვენ იმდენად მიმზიდველი, იმდენად შინაგანად ძლიერი და ისეთ იცი ქალი ხართ, ან მალე გახდებით უკვე ისეთ ენერგიებში გადახვალთ, გარეგნულადაც ხომ მიმზიდველი, ძლიერი შინაგანად, სულიერად. იცით როგორი ქალი, გარედან რომ მე როგორი ნაზია, ესეთი რო ჩანს და შინაგანად რომ ლომი და რაღაცა ხეცი, ვეფხვი, რაღაც ესეთი რომ არის რა, თუ დაჭირდა ყველა რომ თავის კლანჭებში რომ მოიქცევს ყველას, ესე რო ვთქვათ, ასეთი ტიპის ქალი ხართ, ან ძალიან მალე გადახვალთ ასეთ ენერგიებში. და თქვენს ცხოვრებაში შემოდის სტაბილურობა თქვენს პირად ცხოვრებაში. აქ ვინმე პიროვნებას არ მიჩვენებს ესე კონკრეტულად, უბრალოდ მიჩვენებს ამ ვარიანტში, რომ თქვენ გექნებათ საკმაოდ ისეთი დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და მაგარი ქალი იქნებით და ყველაფრით სავსე რა, მოკლედ ფინანსურადაც ძალიან კარგად იგრძნობთ თავს და რაღაცა თქვენ სტაბილურობაში იქნებით. მეგობრებო,
ან შეიძლება ისეც რეზონირდეს, რომ დაგისტაბილურდეთ ურთიერთობა. რაშიც ეხლა ხართ, დაგისტაბილურდეთ აი ის ურთიერთობა, იმიტომ რომ ხო აქ ძალიან მყარად ჩანს ის მომენტი, რომ თქვენ უკვე ისეთ ენერგიებში იქნებით, რომ საკმაოდ დიდი სტაბილურობა იქნება თქვენს ცხოვრებაში. აი ამას რაღაც ეჭვებს, იმედგაცრუებას, აი ამ ყველაფერს რაღაცა უკვე მოტოვებული გაქვთ უკან. და ნელ-ნელა გადადიხართ აი ესეთ ძალიან ძლიერ ენერგიებში. ხო, ან აქ მოდი კიდე დავაზუსტებ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან მალე. ხო, აი მეგობრებო, აი კიდე იგივეს მიჩვენებს ტარო, რაღაცა დაასრულეთ თქვენ და დაასრულეთ როგორ იცი, აი გამონათდა თითქოს თქვენს ცხოვრებაში, ისე კი არ დაასრულეთ, რომ აი დეპრესიაში ხართ და ვაიმე მიშველეთ და ერთ ამბავში. არა, პირიქით, აი რომ დაასრულეთ ეს ყველაფერი თქვენში, ხო, შინაგანად ესე ზედაპირულად არ ვიცახით, თქვენში რომ დაასრულეთ შინაგანად, აი თითქოს გრძნობთ, რომ რაღაცა აი როგორც აი ამ არკანზე არის შეხედეთ ნათელი დამეცავა რაღაც ეგეთი მომენტი გაქვთ და სასიამოვნო სიახლე პირადში აი როგორი მომენტი მოდის იცით მე აი უკვე ორჯერ გავშალე ამ საკითხზე აი ამ ვარიანტზე და ერთი და იგივეს მიჩვენებს ტარო კონკრეტული ერთი ადამიანი არ არის არ ფიგურირებს არის ორივეჯერ მიჩვენა არჩევანი მეგობრებო და თქვენ მოგიწევთ იმაზე ფიქრი და დაფიქრება რომ აი ჩემთვის უკეთესი რომელი იქნება ხო აი ეს სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან მალე არც ეს არის ცუდი საკმაოდ კარგ ენერგიებში გადადიხართ მეგობრებო და აი ზუსტად სამყარო გიგზავნით იმას რაც გეგონათ რომ არასდროს არ გექნებოდეთ ანუ გეგონათ ყოველთვის რომ იმ ერთ ადამიანის მეც არავის არ მოეწონებოდით ცხოვრებაში ან გქონდეთ კი ესე ხმამაღლა შეძლება არ იცახდით მაგრამ გქონდათ ეს შეგრძნება რომ აი всё მხოლოდ ის და მორჩა მაგრამ რო ამოგივიდეთ ყელში და ან წავიდა ან თქვენ გაუშვით და ასე შემდეგ მიხვდით რომ მარტო ის კი არა საკმაოდ ბევრი არის ისეთი ვისაც მოსწონხართ მეგობრებო და თქვენ დაფიქრება მოგიწევთ იმაზე აი ეს საკმაოდ ბევრი შვიდიანები ამომივიდა თქვენს აი ამ ვარიანტში და ეს როგორი არკანია შეხედეთ მომეცით ფიქრის უფლებაო და თქვენ გექნებათ აი რომელი ქვეყნის სამზარეულო აირჩიოს არის ის ამ ადამიანმა და თქვენც აი ესეთი მომენტი გექნებათ რომ აი ძალიან შეხედეთ რომ გავიძახი წინასწარ ვიძახი ხოლმე და მე ამოდის არკანები თქვენ თავზე მორგებულად აი ისეც აი აირჩევთ რომელიც თქვენ თვის იქნება უკეთესი მოკლედ აი ეს რომ პირდაპირ რომ თქვათ, აი ვნებებს და გრძნობებს აღარ აყვებით და იმას აირჩევთ, ვინც იქნება თქვენთვის უკეთესი, ვინც იქნება თქვენი ერთგული და დაგაფასებთ. ძალიან კარგი. მშვენიერი იყო. მოდი ახლა გადავიდეთ კარიერაზე. ვაუ. დღეს რაღაცა ძალიან ისეთი პროგნოზები გვაქვს. ჩემ ყავს დავერ. კარიერას რაც შეეხება მეგობრებო, აი პირდაპირ მნიშვნელობით მიქრი ხართ. აი იცით აქ რა მომენტია? როდესაც აი ეს პირადი გრძნობები, ემოციები და რაღაცები გვერდით გაქვთ მოტოვებული და ორიენტირებული ხართ მხოლოდ და მხოლოდ კარიერაზე. გამაგარია. მოდი გავიკოთ აბა ერთი რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ძალიან მალე.
რაღაც ახალ ვიღაცები მეგობრებო ძალიან ისეთ ახალ პროექტებს ისახავთ, რაღაცებს გეგმავთ რა, მოგეთ რაღაცას იწყებთ ვიღაცები თავიდან, რაღაც ახალს ან ახალი ფურცლიდან იწყებთ რაღაცას რა, მოგეთ რაღაცა ახლის დასაწყის მიჩვენებს და როგორი სიტუაცია იცი, აი შეიძლება გაქვთ ის მომენტი, რომ ვიღაცები აი აგზავნით სიბებს დაუშვათ ვიღაცებს რამოდენიმე ვარიანტს გთავაზობენ რა არის ის მომენტი რომ რამოდენიმე ვარიანტი გაქვთ შემოთავაზებული და თქვენ ან გექნებათ სიახლე შემოდის ხო ეს რა სიახლე შემოდის ეს ვიკითხეთ და გექნებათ ეს მომენტი რომ აი რამოდენიმე ვარიანტი რამოდენიმე შემოთავაზება გექნებათ და შეიძლება გქონდეთ ის მომენტებიც, რომ რაღაცა მოლაპარაკებებზე წახვიდეთ. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში თქვენ რასაც აირჩევთ, მეგობრებო, აი ეს გაგხდით ამ საქმეში ძალიან ისეთ სტაბილურს, ფინანსური შემოსავალიც კარგი გექნებათ ძალიან, ასევე წარმატებული იქნებით ამ საკითხში. მოდი ერთი უფრო ჩავშალოთ ეს რაღაცა ძალიან მცირე ინფორმაციაა. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ძალიან მალე. ხო, მეგობრებო, ვიღაცებთან შეიძლება ის მომენტიც იყო, რომ ან წამოხვედით, ან დაკარგეთ ისეთი სამსახური, სადაც არ გქონდათ ის ანაზღაურება, რაც გჭირდებოდათ, არ ვერ დაინახეს თქვენი ფასი, ასე ვთქვათ. და ძალიან, აი, იცით, არა სახარბიელო სამსახური იყო თქვენთვის. ან თუ ეხლა ხართ ასეთ სამსახურში, ან ასეთ რამეს აკეთებთ, ისეთი რამით ხართ დაკავებული, რაც დიდად არ მოგწონთ, არც დიდი შემოსავალი არ არის ამ ყველაფრიდან და ანუ არ ფასდება თქვენი შრომა, ეს ყველაფერი მეგობრებო ძალიან გფიტავთ და ძალიან მოქმედებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე და ძალიან მალე გექნებათ აი წეღანას როგორც ვთქვი რაღაცა არჩევნის გაკეთება გიწევთ მეგობრებო ან შეიძლება არის ის მომენტი რომ აი გავრისკო წამოვიდე არ გავრისკო რაღაც ესეთი რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირადში ძალიან ვაიმე პირად მეთქი კარიერაში ძალიან მალე აბა ვნახოთ კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ძალიან მალე ხო მეგობრებო აი სრულდება იცით რა მომენტი აი სულ იყავით რაღაცა ისეთ სიტუაციაში ამ ბოლოს განსაკუთრებით როდესაც გიჭირდათ აი ფინანსური პრობლემა რა აი ფინანსურ პრობლემას მიჩვენებს ერთად ძალიან მწირი შემოსავლები და აი ეს ყველაფერი ძალიან განერვიულებდათ მეგობრებო ვიღაცებს ღამეც არ გძინავთ და სინამდვილეში გაქვთ რა მომენტი იცით რომ აი შეიძლება პასუხისმგებლობა გაქვთ დიდი ოჯახი, ვიღაცას ოჯახის სარჩენი ხო, აი რაღაცა ესეთი მომენტი ოჯახთან დაკავშირებული და ფიქრობთ რომ აი ახლა რა გავაკეთო, აი საიდან მოვიტანო ამდენი შემოსავალი მჭირდება და ეს სამსახური ან ეს პროფესია არაფერს არ მაძლევს ისეც ხო? ეს ყველაფერი სრულდება და რაღაც ახალი იწყება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს კარიერაში, მეგობრებო. კარგი, რა იწყება ახალი, აბა ვნახოთ. სხვათა შორის ვიტყვი იმას, რომ აი რა მომენტი გაქვთ იცით, რომ აი თითქოს სადაც ხართ ახლა იმის სურვილიც არ გაქვთ, რომ საკუთარი თავი ბოლომდე გამოამჟღავნოთ და აი ძალიან ისეთი აი ხო არის სამსახური რომელიც გსიამოვნებს, რომ მუშაობ და არის სადაც მხოლოდ შემოსავლის გამო მუშაობ და აი თქვენი სიტუაცია აქ არის რა მომენტი იცი, რომ
აი თავს არ აძლევთ იმის უფლებას და საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოავლინოთ, მოკლედ და იბლოკავთ თავს რაღაცნაირად, რომ აი არც გაქვთ სული იმ დონეზე როგორი რუტინული გახდა თუ არასასიამოვნო გახდა თქვენთვის აი ეს სამსახური, სადაც სავარაუდოდ ძალიან ბევრი ვალდებულობა გაქვთ, მაგრამ ნაკლები ანაზღაურება და დაუფასებლობა და სადაც რა მომენტი გაქვთ, იცით, რომ აი უკვე სამყარო გაგრძნობინებთ თითქოს, რომ კაცრავად მომიწია გაჩერება. სამყარო გაგრძნობინებთ თითქოს, რომ აი წადი აქედან, მოშორდი აქედან, ასე უხეშად რო ვთქვათ, ხო ხედავ აქ არაფერი გამოდის და შენ უფრო მეტი შეგიძლია, ხო? და თითქოს რაღაცნაირად აი დაბლოკილი ხარ, არ იცი გაშინებს თითქოს რაღაცა ის მომენტი, სიახლეები, აი სიახლეები გაშინებს თითქოს და საკმაოდ გულიც გტკივა ამ ყოველფრის გამო, რომ აი რაღაცნაირად ამდენ დროს კარგავ იმის გამო, რომ საკუთარ თავის რეალიზაციას ვერ აკეთებ. მაგრამ მეგობრებო, აი დაიწყება, აუცილებლად დაიწყება რაღაცა ახალი. თქვენ გადადგავთ ნაბიჯებს, აი სამყარო ღმერთი მოგცემთ იმის შანსს, ძალიან დიდ შანსს დაგანახებთ, აი თვალწინ დაგიდებთ, ასე ვთქვათ, რომ წადი, გამოიყენე ეს შანსი. და ისეთი შანსი იქნება ეს მეგობრებო, რომ აი პირდაპირ ფინანსებს რომ დაარტყავს რა, აი ფინანსების გაზრდა პირდაპირ მაგაზე მოქმედებს, არა მხოლოდ კარიერულ ზრდას, არამედ აი პირდაპირ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რომ ფინანსები მოგემატოთ, აი ეს მომენტი იქნება მეგობრებო და რაც იქნება აი ერთჯერადი კი არა, საკმაოდ დიდხანს რომ გაგრძელდება ეს სიტუაცია. მთავარია თქვენ გადადგათ ნაბიჯი იმ შანსისკენ, რაც ძალიან მალე მოვა თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ძალიან მალე. მოდი ვნახოთ. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ძალიან მალე. აქ როგორი მომენტია მეგობრებო, აი არ ვიცი. გამართლება, ჩვეულებრივ, აი ფორტუნას ბორბალი ამოვიდა და აი გიმართლებთ, ძალიან მაგრად გიმართლებთ. ოღონდ თან რა მომენტია იცით, რომ შეიძლება აქამდე თუ აი სულ მარტო მოქმედებდით ხომ, შეიძლება ვიღაცა პარტნიორიც გამოგიჩნდეთ აი ამ სიტუაციაში და აი რაღაცა მასთან ერთად იმოქმედოთ, მაგრამ აი ეს შანსი იქნება მეგობრებო, აი სრული სისავსის, სრული წარმატების, აი როგორც კარიერული წარმატება და ეს კარიერული წარმატება შეხედეთ 9-იანი პენტაკლებიდან 10-яნის პენტაკლები, აი პირდაპირ არ